ახლა გვინდა დრო რო არ დავკარგოთ, პირდაპირ გადავიდეთ ამ ჩარტვაში ნახსენები იყო ნობელის პრემიის ლაურეატის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას წიგნის შესახებ და ჩვენ ვერ გავუშვებთ ამ შანსს ხელიდან, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარია, კარგად ვიცნდა ჩვენი სტუმარიც ყოფილა და ამიტომ მოვიწვიეთ თარგმნელი ფილოლოგი ლანა კალანდია, რომელიც მოგვითხრობს ყველაფერს მოვდანით ლანა გამარჯობა. არ ვართ განებივრებულები, ხო? ვარგას ლიოსას თარგმანებით. რა წიგნი მოგვიტანეთ დღეს? მხოლოდ ერთი ნაწარმოებია თარგმნილი ქართულად. დიახ, ქართულად არა ვართ ჩვენ განებივრებულები, განსხვავებით სხვა დიდი მწერლებისგან, სამხრეთ ამერიკელი სხვა დიდი მწერლებისგან განსხვავებით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ქართულად მხოლოდ დეიდა ხულია და სცენარისტია თარგმნილი და ეს არის მისი ერთ-ერთი ცნობილი რომანი, რომელიც გამომცა ცუდი გოგოს ოინები, რომელიც გამოსცა ინტელექტმა. რედაქტორია ბატონი ზვიად კვარაცხელია, რომელიც იყო ამ იდეის სულის ჩამდგმელი და ასე ვთქვათ, იდეის ავტორი და აგრეთვე ქალბატონი ელზა ახვლედიანი, რომელთა მუშაობაზეც მე ვოცნებობდი და აი ამ წიგნთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა, დიახ, ეს იყო დიდი გამოცდილება, დიდი სკოლა ჩემთვის და მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ელზას აი ამ თანამშრომლობისთვის. და დიახ, ეს არის წიგნი 2006 წელს გამოიცა ეს წიგნი და მაშინვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება, რადგან დაიწერა მაშინვე რომ ეს იყო 21 საუკუნის მადამ ბოვარი დაიწერა და ეს არ იყო რაღაცეთი შორეული რემინისცენცია, იმიტომ რომ ფლობერთან და მადამ ბოვართან დაკავშირებით მას ჰქონდა თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულება და თქვენ მოგეხსენებათ მარიო ვარგას ლიოსა ძალიან კარგი ესეისტია, აგრეთვე მკვლევარი ლიტერატურის და მთელი გამოკვლევა აქვს მას მის შესახებ დაწერილი და აი ეს რომანი ეხება პირველი სასიყვარულო რომანია მისი. აი ეს გოგონას ოინები. დიახ. დეიდა ხულიას რას ერჩით? იქაც არის ძალიან ისეთი. ლანა და ავტობიოგრაფიული ხასიათი. დიახ, იცით რა არის ამ რომანთან დაკავშირებით მას თავად აქვს ნათქვამი, რომ მე მინდოდა ისეთი რომანი დამეწერა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნებოდა იმ რომანტიზმისგან, რომელიც საერთოდ ამ ტიპის რომანებს ახლავს. იმ მემკვიდრეობისგან, რომელიც ჩვენ მე-19 საუკუნის ლიტერატურიდან მივიღეთ, გვერგო ეს მემკვიდრეობა. და ამასთანავე აღნიშნავდა, რომ მე მომიწია ცხოვრება იმ ქალაქებში, ევროპის იმ ქალაქებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური ძვრები მიმდინარეობდა და მე მინდოდა დამეწერა ეს გამოცდილება და მინდოდა რომ აი ეს გამოცდილება შეეკრა პერსონაჟ ქალს, რომ ქალი ყოფილიყო ის, ვინც ამ ყველაფერს გაერთიანებდა, დიახ და ამბობს რომ ისა გარკვეულწილად ყველაფერი ჩადო თქვა ამ ქალში, მიუხედავად რომ ძალიან ცუდი გოგონა არის, ამიტომაც ქვია ამას ეს. მაგრამ არ მოგვატყუოს ჩვენ აი ამ ფაბულამ, იმიტომ რომ ეს არ არის ფრივოლური რომანი, ასე ვთქვათ, ფუქსავატური რომანი, იმიტომ რომ ამ რომანს აქვს ძალიან საინტერესო კომპოზიცია. ეს არის წყვილი, რომელიც ადრეულ ასაკში გაიცნობს ერთმანეთს და შემდეგ წლების და 40 წელი. დიახ, მართალს ბრძანებთ, რომ 40 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ძალიან რთული ურთიერთობების ისტორია და თავად მარიო ვარგას ლიოსა ამბობს, რომ მე მინდოდაო მეჩვენებია იმ შინაგანი, ღრმა შინაგანი ტრანსფორმაციის გზა, რომელსაც ეს ქალი გადის თავის ცხოვრების მანძილზეო და საინტერესო გადაწყვეტილებას მიმართ აი ავტობიოგრაფიასთან დაკავშირებით თქვენ მკითხეთ და მოგეხსენებათ თქვენ შესანიშნავად, რომ 60-იან წლებში მარიო ვარგას ლიოსაც მთარგმნელად მუშაობდა, თარჯიმნად იუნესკოში და ამ მოთხრობის მთავარი გმირის პირველ პირშია ეს თარგმნელია. დიახ და ესეთი შეხვედრები, ასე ვთქვათ, მათი შეხვედრები ყოველთვის არის შემთხვევითი და ყოველთვის მსოფლიოს სხვა ქალაქში და იმ ქალაქს დიახ. ეს უნდა მეკითხა, რომ ხედება 40 წელს თუ მოიცავს, გეოგრაფია როგორია თქვა, მხოლოდ ლიმაში არ ხდება. არა, მხოლოდ ლიმაში არ ხდება. სხვათა შორის საინტერესო ის არის რაღაცა ამ წიგნის გეოგრაფია მე გამახსენდა, როდესაც ამ წიგნზე ვფიქრობდი, მაგალითად
გაბრიელ გარსია მარკესის მარტოობის 100 წელი, სადაც მოქმედება ხდება გამოგონილ ერთ პატარა სოფელში, საიდანაც არ გადის მოქმედება, იმაშინაც კი, როდესაც პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია დადის და მოგზაურობს, ის იმ ამბებს იგებენ სოფელში, ისე რომ იქედან არ გამოდის არაფერი, ერთ პატარა სოფელში ჩაკეტა მთელი ეს მიკროსამყარო და აქ პირიქით აქ გაშალა მთელ სამყაროში, მთელ მსოფლიოში და დაამთხვია იმ მოვლენებს, რომლებსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ მე-20 საუკუნის კაცობრიობის განვითარების ისტორიაზე. რეალურად ეს პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ეს გახლავთ რაღაცნაირად მოგზაურობა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. ძალიან საინტერესო. იცით რა მინდა ვთქვა, ჯერ კიდე ახალგაზრდობაში, როცა მარკესი ნათარგმნი იყო და სხვა შორის ყველაფერი მე თითქმის ქართულად წავიკითხე, ძალიან უხდება ქართული ენა. ლათინოსებს, აი როცა თარგმნი ძალიან უხდება. არ ვიცი ეს რატო, ეს თქვენ უფრო პროფესიული თქვენი არის, მაგრამ მე მგონი რუსულათაც როცა წავიკითხე მე მარტოობის 100 წელი, ჩავთვალე რომ ქართულად უფრო კარგი არის და ბევრი სხვა ნაწარმოებიც და ლევსაც სხვათა შორის აი ქართული ენა უხდება და როგორ გონიათ რატო უხდება ეს ქართული აი ეს რაღაცა ამ თემაზე რაღაცაირად მეც მინდოდა საუბარი ესეთი კარგი კითხვა დამეშეთ რატომ გვიყვარს ჩვენ შეიძლება ასე ვთქვათ აი ეს ერთმანეთთან არის ალბათ დაკავშირებული ხო საერთოდ მარიო ვარგას ლიოსა ის მწერალია რომლის არც ერთი ნაწარმოები ერთმანეთს არ ჰგავს რაღაცნაირად ამ მხრივ შესაძლოა განსხვავდება კიდეც მარკესისგან რომელსაც მაინც ერთი მიმართულება აქვს დიახ ეს წიგნი სრულიად განსხვავებულია და მან არაერთხელ აღნიშნა რომ მისი დიდი წიგნები როგორიც არის საუბრები კათედრალში ქალაქი და ძაღლები მწვანე სახლი რომლებიც უფრო პოლიტიკას ძალადობას და აი იმ ყველაფერს ეხება რასაც იწვევს ძალაუფლება ის წიგნები კიდევ სულ სხვა ენით არის დაწერილი ეს წიგნი სულ სხვა ენით მაგრამ საერთოდ მარიო ვარგას ლიოსას აქვს ესეთი რამ ნათქვამი რომ ჩვენო სამხრეთ ამერიკელებიო ძალიან გრძნობიარეები ვართო რაღაცეების მიმართო და იხსენებს რომ მაგალითად არ დაგავიწყდეთ ერთად ბოგოტაში გამართულ კონფერენციაზე თქვა რომ არ დაგავიწყდეთ რომ მეო პირადად მექსიკურ სერიალებზე გავიზარდეო და აი ეს ხატი როგორ მივდის სელვაში თმაგაშლილი ქალი და როგორ მისდევს უკან მაჩეტე მომარჯვებული მამაკაცი ეს ის ხატია რომლის მიმართაც ჩვენ გრძნობიარეები ვართო და ვერც ერთი სამხრეთ ამერიკელი მწერალიო აი ამას ვერ გაეცავდა თვით ისეთი დახვეწილი მწერალიც კი როგორიც ბორხესი იყო და შესაძლოა ეს ამბობს რომ სწორედ ეს იყოს ჩვენი სამხრეთ ამერიკელების წერის რაღაცა განსაკუთრებული დიახ ნიუანსი ხელწერა განსხვავებული და თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა ხო შეიძლება ეს ემოციური სიმძაფრებული მგრძნობელობა განსაკუთრებული მგრძნობელობა შეიძლება სწორედ ამიტომ ამ სერიალს დიდი როლი უკავია დეიდა ხულიაში რომელიც უდიდესი და თითქმის გადამწყვეტი რომელიც ავტობიოგრაფია თქვენ აღნიშნეთ რომ თვითონ ლევსამ თქვა რომ უნდა გაქცეულიყო ამ რაღაცა სენტიმენტალურ ცოტა თბილ რომანტიზმის მაგრამ მაინც სიყვარულზეა ხომ ეს დიახ სიყვარულზეა თუმცა ეს არ არის ალბათ იმ აზრით და იმ გაგებით როგორიც თქვათ კლასიკური მე-19 საუკუნის რომანტიკული მწერლობა გვთავაზობს იმიტომ რომ ეს არის ძალიან დრამატული აშკარად ის არის ეს არის რაღაც ესეთი შეგრძნება დიახ ეს არის გაქცევების დაბრუნებების შეხვედრების და განშორებების ესეთი ხანგრძლივი ოდისეა დრამატული თავისი შინაარსით და რაც მთავარია საინტერესოა ჩვენ გეოგრაფიაზე ვსაუბრობთ და მე მინდა ეს თემა კვლავ ვინ გარბის და ვინ მისდევს და რომელ ქალაქებში დიახ აი პირველი ესეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თავიდან ლიმაში რასაკვირველია ხდებიან ერთმანეთს როცა ძალიან ახალგაზრდები არიან და შემდეგ ესეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა არის პარიზი და ეს არის 60-იანი წლების პარიზი ეს არის ის პარიზი რომელიც აღფრთოვანებულია კუბის რევოლუციით და ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს ამ კუბის რევოლუციას და მთელი ლათინური ამერიკიდან არის ძალიან დიდი ემიგრაცია ჩამოდიან ახალგაზრდები რომლებიც პარიზში პოულობენ აი ამ ინტელექტუალურ მხარდაჭერას და ემზადებიან იმისათვის რომ პერუში მოაწყონ რევოლუცია კუბის რევოლუცია და მარიო ვარგას ლიოსა ძალიან დიდი სევდით რაღაცნაირად წერს აი ამ თაობის შესახებ დაკარგული თაობის შესახებ რომელიც ეწირება რეალურად ამ უტოპიას და ამავე დროს 60-იანი წლების პარიზი
გავითვალისწინოთ, რომ ის პარიზია, რომელმაც აღმოაჩინა საერთოდ ძალიან ინტელექტუალური ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ის პარიზია, რომელმაც აღმოაჩინა სამხრეთ ამერიკელი მწერლები და ეს შეიძლება მსმენელმა არ იცის, მაგრამ თავად მარიო ვარგას ლიოსამ პირველად მარკესი ფრანგულად თარგმნილი წაიკითხა. შემთხვევით ჩამივარდაო. ის წიგნიო ხელში საუბარია პოლკოვნიკს არავინ და ჩამივარდაო ეს წიგნიო ხელში და წიგნიო რომელსაც არაფერი ზედმეტი არ ქონდა, მაგრამ არც არაფერი აკლდაო და მაშინ აღმოვაჩინეო და ფრანგულად წაიკითხა ბორხესიც, ფრანგულად თარგმნილი და მაშინ დაიწყო რაღაცა სამყარო სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის აღმოჩენა, რომელსაც მანამდე როგორც რაღაცა რეგიონალურ ლიტერატურას ისე უყურებდნენ და განსაკუთრებით ბორხესის გამოჩენა იყო რაღაც კულტურული შოკი, რომელსაც აღმოაჩინეს, რომ არსებობს თურმე აი ეს მწერლობა, რომელიც ყველას ეკუთვნის და რომელიც ძალიან დიდი მწერლობა და რაღაცნაირად თავისი ხელწერით განსხვავდება ევროპული რომანისგან და ევროპული. ყოველთვის ძალიან საინტერესო ვთხოვთ ხოლმე საინტერესო მოსასმენი ხართ. ეხლა რომ გავიგე რომ ფრანგულად წაიკითხა მარკესი და ბორხესი, ნიშნავს ეს იმას თუ არა, მე არ ვიცი ლოსას ბიოგრაფია გვიან დაიწყო წერა? არა, მან ადრე დაიწყო წერა, ამ პერიოდში სხვათა შორის 60-იან წლებში ის ჟურნალისტად მუშაობს საფრანგეთში და აი ეს პერიოდია სწორედ შემდეგ მიდის უკვე ლონდონში. და ლონდონი უკვე ეს ის ლონდონია, რომელიც ფაქტობრივად ჩაანაცვლა პარიზი როგორც კულტურულმა ცენტრმა. დიახ, იმიტომ რომ ეს არის უკვე ის ლონდონი და იქ ამბობს რომ ის სამხრეთ ამერიკელი ახალგაზრდებიო, რომელიც ადრეო პარიზში ჩამოდიოდნენ რევოლუციის მოსაწყობად, ახლა უკვე ლონდონში მიდიოდნენ, რომ მარიხუანას მომხმარებელთა რიგებში ჩაწერილი იყვნენ და მთელი იმ სიამეებით დამტკბარიყვნენ, რასაც ეს ჰიპური მოძრაობა რაც დაკავშირებული იყო მუსიკასთან და ყველაფერთან. სხვათა შორის დიახ, მართალ ვთანხმდით. დიახ, ეს არის ზუსტად ბიძის პერიოდი და სხვათა შორის აჩვენებს ძალიან საინტერესოდ არა მხოლოდ იმას, როგორ ებრძოდნენ ეს ახალგაზრდები აი ამ დადგენილ, ასე ვთქვათ, კულტურულ ნორმებს, როგორ ებრძოდნენ იმ ფასეულობებს, რომელიც ყალბი ეჩვენებოდათ და ასე ვთქვათ, ფანტაზიის ნაკლებობას მიაწერდნენ. აჩვენებს ძალიან საინტერესოდ აი ამ კულტურის რაღაცა დეკადანსის გზასაც. ის ამბობს, რომ აი 72-73 წლიდან ეს ჰიპების მოძრაობა, რომელიც იყო ესეთი და ჰიპები ძირითადად ვინ იყვნენ, ხო, ძალიან შეძლებული ოჯახიდან წამოსული მეამბოხეები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ამ ბურჟუაზიულ კულტურას და შემდეგო ისინიცო, რომლებიც ოფიციალურ კულტურას უპირისპირდებოდნენ, შემდეგ ისინი თავად გახდნენ ოფიციალური კულტურის ნაწილიო, იმიტომ რომ მილიონერები გახდნენო. ყველა შეეხო, ეს ყველა დიდ მუსიკოსებს და ის მუსიკოსები მარგინალები, რომლებიც ქუჩაში მღეროდნენ და ვიეტნამის ომის წინააღმდეგ იბრძოდნენ. შემდეგ ისინი მილიონერები გახდნენ, ხმის ჩამწერის სტუდიები, აგენტები. უბრალოდ რომ თქვათ, ბოლოს ყველაფერი გაიყიდა და ის კულტურა, რომელიც თითქოს არაოფიციალური კულტურა იყო, შემდეგ ოფიციალური კულტურის ნაწილი გახდა და ისევ ის გახდა, რასაც ებრძოდა, ხო? და სხვათა შორის ამბობს, რომ თავად ამ პროცესების მონაწილეა და ამბობს, რომ მე ვიცოდიო, რომ არასოდეს არ ვიქნებოდიო მათი ნაწილიო. და ვერასოდეს ვერ ვიგრძნობდიო თავს ბუნებრივად ამ წრეშიო, მაგრამ რაღაცნაირი მელანქოლიური შურით ვუყურებდიო ამ ახალგაზრდებსო და ვგრძნობდიო და რომლებიც ასე ეძლეოდნენო აი ამ ყველაფერს, ამ სიამებს და ვერ ხვდებოდნენ რა დიდი საფრთხის წინაშე აყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს და საკუთარ იმას, რა ქვია, საკუთარ არსებობასო, დიახ. საინტერესოა ძალიან ლონდონის ეპიზოდი, აი ეს ერთი თავი, რომელიც ლონდონს ეძღვნება, ისეთი საინტერესო და ღრმა არის და ისეთ საინტერესო სურათს გვიხატავს იმ პერიოდის მოძრაობის შესახებ, რომ ბოლო ქალაქი რომელი არის? იცით, მანამდე არა, მადრიდში არის ბოლო საინტერესო შეხვედრა, სადაც და იმისათვის, რომ იმ ეპოქის მადრიდი წარმოვიდგინოს. ეს უკვე რომელი წელი არის? ეს არის უკვე 80-იანი წლები. გავიდა 40 წელი. იმისათვის, რომ იმ ეპოქის მადრიდი წარმოვიდგინოთ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, რომელმაც შეცვალა რეალურად ესპანეთის და არა მხოლოდ ესპანეთის
არის დიაღწლიანად ევროპული ისტორია ალბათ 75 წელი. ეს ეპოქაა, როდესაც ესპანეთის მშვიდობიანი ტრანზიციის პერიოდი იწყება და მთელი ეს რეპრესირებული კულტურა, იდეოლოგია რეალურად თავისუფლდება და აი ამ მოვლენას და იქნება ეს underground-ი, ალტერნატიული კულტურა, რასაც ქვია და აი ამ ეპოქაში ხვდებიან კიდევ ერთ-ერთი პერსონაჟი, სწორედ ამ კულტურის წარმომადგენელი. აი ხო მოსმენას და აი ეს ხაზი ძალიან მაინტერესებს. ხო ფაქტურად არის ფანტასტიკური ექსკურსი პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ ცხოვრებაში აი ამ 40 წლის განმავლობაში რჩება ადგილი სიყვარულისთვის. თან პირველ პირშია დაწერილი ოხონანად, ანუ მამაკაცის თვალით ხედავთ ამას ყველაფერს. პირველ პირში. აი ამ ქალს სიყვარულის ობიექტს რამხელა ადგილი უკავია წიგნში. იცით რა მთავარია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს უცნაური პერსონაჟია. პერსონაჟი, რომელიც ასე ვთქვათ, მუდმივი ბრძოლის და გაქცევის იმაში არა ქვია, სულ რაღაცას ეძებს, სულ ეძებს რაღაცას, დიახ. ემანსიპირებული მადამ ბოვარი არის. ეს მადამ ბოვარია გარკვეულწილად. კი, მას თავისუფლად შეეძლო ალბათ ეთქვა ის, რომ ჩილელი გოგონა ეს მე ვარ, როგორც ბოვარმა თქვა, რომ მადამ ბოვარი. რა მაინტერესებს კიდე იცით პიესაზე, სადაც მე მგონი პიესაც დაწერა და ითამაშა კიდევაც, ხო? სულ ცოტა ხნის წინ, დიახ, ეს უკვე ასაკოვანი გაუშვათ ხაზი, რომ ძალიან სიმპათიური კაცია. სიმპათიური. ახალგაზრდობაში განსაკუთრებით. დიახ, ძალიან სიმპათიური კაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურია. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ არსებობენ მწერლები, რომლებიც ლიტერატურამ გამიჯნა ცხოვრებისგან, მწერლები, რომლებიც როგორც კორტასარი ამბობდა, გახამებული პერანგებით ხდებოდნენ საწერადო, მაგრამ მე ამ მწერლების რიცხვს არ მივეკუთვნებიო. შევახერხოთ ჩვენს მაყურებელს ამ წიგნზე და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ დღეს საღამოს ვაკის პარკის მედიათეკაში იგეგმება პრეზენტაცია ამ წიგნისა. შეგიძლიათ ისე კარგად ყვება თავის წიგნზე, რომ აუცილებლად. მოგვანდომეთ ძალიან წაკითხვა. გამშვიდობებით ხვალ. მადლობა, დიდი მადლობა.